გამარჯობა ბატონებო. ერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტისთვის დავჭირდა ხელნაკეთი რეგულირებადი ჰაერის ნაკადის წყარო. და ვაპირებთ მის გაკეთებას ესეთი ვარიანტით. ჩვეულებრივი კომპიუტერული კვების ბლოკის ვენტილატორი, ესეთი 12 ვოლტიანი და ჩვეულებრივი გარე მონტაჟისთვის განკუთვნილი, გარე ელექტრომონტაჟისთვის განკუთვნილი ესეთი კოლოფი. დავხაზეთ მასში როგორ უნდა ამოიჭრას და დაიხრიტოს ამ ვენტილატორის დასამაგრებლად. ვენტილატორი დადგება აქედან შიგნით, ესე და შეიცრებს აერს კოლოფში. კოლოფი ჰერმეტულად იხურება და კოლოფში ვაპირებთ ესეთი სწრაფგასართის ჩამაგრებას, რომელიდანაც დატოვებს ჩაწნეხილი ჰაერი კოლოფს. სწრაფგასართი ესეთ ვარიანტში მუშაობს. ვენტილატორის კვებისთვის და რეგულირებისთვის ესეთი ჩინური მოდულები უნდა გამოვიყენოთ. ეს არის კვების ბლოკი 220 ვოლტი, 12 ვოლტზე იყო ხარხნული. რასაც არეგულირებდა, სტაბილიზებული ბლოკია, გამომავალი ძაბვა სტაბილიზებულია და სტაბილიზებაზე პასუხს აგებდა ეს, ნახეთ, სტაბილიზებაზე პასუხს აგებდა ეს სტაბილიტრონი. აქ იდგა 12 ვოლტიანი სტაბილიტრონი, რომლის გავლითაც ენთება ოპტრონის შუქდიოდი და ეს უკვე მართავს ჩვენ მიკროსქემას. და შესაბამისად მიკროსქემა გებულობს თუ რა ძაბვაა გამომავალზე. უკავშირი ძაბვის მიხედვით უკავშირი აგებულია სტაბილიტრონზე. სტაბილიტრონს აქვს ეს რეზისტორი მისი გავლით დენის შესაზღუდად და სტაბილიტრონი იდგა 12 ვოლტზე. შესაბამისად გამომავალი ძაბვა იყო 12 ვოლტი. 12 ვოლტი მე არ მყოფნის, რადგანაც ძაბვის რეგულირებას ვაპირებ ესეთი DC-DC კონვერტერით, step down კონვერტერით. ეს არის XL45E1. შესაბამისად ამ ყველაფერზე გამომავალზე ძაბვის ვარდნის გათვალისწინებით 11 ვოლტზე დაბლა ჩამოვა ეფექტური საბოლოო ძაბვა. შესაბამისად ძაბვის აწევა დამჭირდა, ვეძებე სტაბილიტრონები, ყველაზე ახლო ნახე 15 ვოლტიანი, ჩავაყენეთ 15 ვოლტიანი სტაბილიტრონი. შევცვალეთ 15 ვოლტიანი სტაბილიტრონია ჩაყენებული და საბოლოოდ გამომავალზე ძაბვა გახდა 16.1 ვოლტი. ალბათ ხარხნული უზუსტობაა სტაბილიტრონის. აქ იდგა 16 ვოლტიანი კონდენსატორები, რომლებიც უკვე საშიშია დასახება თუ 16 ვოლტზე დიდხანს რო ვამუშაოთ, შეიძლება აფეთქდეს ეს კონდენსატორები, ან მალე გახურდეს, უნდა გაიბეროს, გამოვიდეს წყობრიდან. ამიტომ გამოვცვალეთ კონდენსატორები, დავაყენეთ 25 ვოლტზე 470 მიკროფარადიანი, 470 მიკროფარადი, 470 მიკროფარადი, 25 ვოლტი. შესაბამისად, კვების ბლოკი გვაქვს 220 ვოლტი, 16 ვოლტი. აქედან გამოსული 16 ვოლტი შევა ჩვენ DC-DC მოდულის შემავალზე, სად არის შემავალი? აქ არის შემავალი. აქ პლუს მინუსი აწერია და გამომავალი უკვე იქნება რეგულირებადი. დენის ძალას შევზღუდავთ 600 მAh-მდე, ამოვრჩილავთ ძაბვის მარეგულირებელ პოტენციომეტრს და მან დავაყენებთ ესეც ასევე ჩინურს, დიდი ზომის პოტენციომეტრს, უფრო დიდი რესურსით, რომელსაც ჩავაყენებთ სადღაც ესე კოლოფში, ესეთ ვარიანტში კოლოფში ჩავაყენებთ და მისი მეშვეობით უკვე დავარეგულირებთ ვენტილატორის ბრუნს და შესაბამისად გამომავალი ჰაერის ნაკადს. ეხლა ამ ყველაფერს გავაკეთებთ და ნელ-ნელა გიჩვენებთ ყველაფერს. ჩვენი სარჩილი უკვე გაცხელდა სამუშაო ტემპერატურამდე. შესაბამისად ჩვენი ხელნაკეთი ფლიუზგელი დავიტანოთ ცოტა და ამორჩილოთ პოტენციომეტრი და დავაგრძელოთ
სადენებზე. მოვჩილეთ პოტენციომეტრი, ეს არის 10K პოტენციომეტრი. Ну, რეგულირებადი რეზისტორი შეიძლება დავარქვათ. 103 კი აწერია, მაგრამ დავწუნდეთ ერთ ჩინელებმა. ხო, არაფერი ხულიგნეს. არიან ეგენი სანდო ხალხი. ცხრადა 75 კი ბატონო. 10K არის. მოვიტანეთ სადენები და დავიწყოთ ამ სადენების მოკალვა. შემდეგ უკვე ადგილზე მივარჩილავთ. აბა ჩვენი ხელნაკეთი საკმაოდ კარგად მუშაობს. კმაყოფილი ვარ. კარგია, სამივე ადგილზეა. ეხლა ავიღოთ ჩვენი გვჭირდება პინცეტი. Again. Тетри ადგილზეა. და ნაგვჭა წითელი. წითელიც ადგილზეა. ეხლა კვების ბლოკს მივარჩილოთ დროებითი. ქსელის სადენი დროებითი. შევერთეთ 1 ბატონო, მინუსი პლუსი. მოდული შევაერთეთ კვების ბლოკზე. ეხლა გავიღოთ ვენტილატორი და მივაერთოთ მოდულს ამისი სადენების მოსაკალი ყოფილა. ბატონო, ზოდაკაც. და მოვიღოთ კალა. ერთი არის. და მეორეც ას. ბატონო. აბა ეხლა შევაერთოთ კვების ბლოკი Excel-ში. შევაერთეთ კვების ბლოკი Excel-ში. წამოვიდა. მოკლედ მეგობრებო, კადს მიღმა რაღაცეები დამჭირდა ექსპერიმენტები. ესე იგი 5K რეზისტორი დავაყენე 10K რეზისტორის მაგივრად ზაბის რეგულირებაზე. იმის გამო რომ
ნახევარ ბრუნს პრაქტიკულად რეგულირების გარეშე გადიოდა რეზისტორი. შესაბამისად ეხლა გამომავალზე გვაქვს 15 და 40 და შემოვლზეა 16 და 3. ვნახოთ როგორ რეგულირდება ამ რეზისტორით. რეგულირდება საკმაოდ მდორედ 1.2 ვოლტიდან და რეგულირდება 16 და 37-მდე. მთელი მოძრაობა რეზისტორის არის აქტიური. ეხლა სადღაც 5 ვოლტზე დავაყენებ და გადავიდეთ დენის ზალის დაყენებაზე, დენის ზალის სტაბილიზაცია გავაკეთოთ. იმისთვის რომ დენის ზალა დავაყენოთ, გვჭირდება ესეთი ბრტყელი სახრანხნისი და გვჭირდება დენის ზალის რეჟიმი, მუდმივი დენი. საცეცი უნდა გადმოვრთოთ 20 ამპერ დენის ზალაზე. ასეთ შემთხვევაში შიდა შუნტზე მუშაობს უკვე მულტიმეტრი და გაზომავს დენის ზალას. კი ბატონო, 2 ამპერი ძალიან მაღალია. ესე დავაყენებ, რომ გამოჩნდეს რას ვაკეთებთ. აქეთ აკლდება. ეს არის აი, გიჩვენებთ. ნახეთ. 2.7 ამპერი. 2.7 ამპერი. კი ბატონო. აუცილებლად გადავდივართ ძაბვაზე და აუცილებლად ვცვლით საცეცს ისევ ძაბვის გაზომვის რეჟიმზე, რადგანაც შემთხვევით შეიძლება გაზომვისას არ დავაკვირდეთ, მოკლე შეფთვა ამოვიწვიოთ. როგორც ხედავთ, უკვე ჩაერთო, 5 ვოლტიდან ჩაერთო. ვიზუალიზაციისთვის მოდი ვოლტმეტრის რანგში გამოვიყენებ მულტიმეტრს და ესე გიჩვენებთ. ნახეთ. მორეთ 5.6 ვოლტი. მოვუმატეთ. მოდი ახლა დავაყენოთ 14 ვოლტზე, 13.9-ზე, 14 ვოლტზე დავაყენოთ ზუსტად და ამ დონემდე შევზღუდოთ დენის ზალა, სანამ არ აინთება დენის ზალის შეზღუდვის მაჩვენებელი. აგერ დაიწყო შეზღუდვა. всё. ასეთ ვარიანტში მაქსიმალურად დაცული გვეყოლება 13 და 4. საათ და შეგვიძლია მოუმატოთ ჩაქრობას რო დაიწყებს. всё. ეგ არის. 13 და 9. 14 ვოლტზე და დარეგულირდება ძაბვაც და დარეგულირდება ბრუნიც მინიმალურიდან ესე მინიმალურიდან დარეგულირდება მაქსიმალურამდე. всё, ეს არის. ეს იყო მთელი პროცესი რეგულირების, გამართვის. უკვე გვაქვს ელექტრონული სქემა, რეგულირებადი კომპრესორის, რეგულირებადი ვენტილატორის, როგორც გინდა ისე დავარქვათ. ჰაერის ნაკადის რეგულირებადი წყაროს ყვება, რომელიც შედგება ესეთი მოდულისგან, AC/DC მოდული 220 16 ვოლტზე, ესეთი მოდული XL4015 და თავად მომხმარებელი, ანუ
ვენტილატორი და მარეგულირებელი. ძალიან კარგი მოდულებია. თუ ხარისხიანს შეიძენთ, იდეალური მოდულებია პატარ-პატარა პროექტების განსახორციელებლად XL45. რეკომენდაციას უწევ ამ მოდულებს. ხოლო დააკვირდით, ესეთი უნდა იყოს, ნახეთ, შემავალსა და გამომავალზე 50 ვოლტიანი, უკეთესია 63 ვოლტიანი, თუმცა 50 ვოლტიანი ესეთი კარგი ელექტროლიტური კონდენსატორები უნდა იდგეს და თავად დროსელიც, ნახე როგორ დგას და დროსელიც ესეთი კარგი სადენით არის ჩახვეული. ხარისხიანი მოდულია, ორიგინალი. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. Everything I do so instinctive and so passionate. Every word I move so descriptive like an adjective. I got a vendetta against people who patented being negative when you should be getting after it. I got facts over tracks, this and that. Spitting slow, spitting fast. I could roast, I could gas. Think I'm okay at last, but I don't know if that can erase all the past. And the pettiness, a reflection of the emptiness. Hilarious, you think you're worth my time, you're delirious. Mysterious, because you hide behind a fake exterior. Inferior, you know I'll always be a bit superior. Get off of me, this ain't no humble brag. I want you to hear words, you can say them back. I want you to feel free from the chains at last, and to believe in what you got, it was built to last, yeah. Now that I've been put through hell, I never got anyone's help. I had to do it all myself. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. Gonna learn the consequence of being incompetent. Mental health is confidence, dreams and some honestness. I'm not here to save the day, that's for you to take away. I could play a million mind games, but instead I say something not illogical, something that is topical. Rub it on and watch it go, make yourself unstoppable. Dreams are irresponsible, but they're always possible. If you just believe, you could be so remarkable. Thoughts in my head, a collage and they spread. I'll be great one day, going off of my meds. No, I'm not giving up, no, I'm not giving in. I will make it to the top, taking off in the wind. I gotta make it, I'm saving every day to taste it. I'm patient, but my mind, it can hardly take it. I'm chasing a dream that I've had for several ages. A vacant, modern kingdom for the taking. Now that I've been put through hell, I never got anyone's help. I had to do it all myself. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love